მინდა რომ შემოგიპატიჟოთ ჩემს სახლში, გაჩვენოთ საცხოვრობ, სატკეთდება სპინის ვიდეოები. მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ შემომიშვით თქვენს ეკრანებზე, თქვენს ტვინებში, ზოგიერთმა გულშიც და დღეს მე მინდა დაგპატიჟოთ ჩემთან და მოგიყვეთ, რატომ ვაკეთებ სპინს, ვინ ვარ, რისი მჯერა ცხოვრებაში და დღეს მინდა იყოთ ჩემი სტუმარი. საერთოდ ძალიან მიყვარს, როცა სტუმრად მივდივარ და მათვალიერებინებენ ხოლმე სახლს და ამიტომ მოდით ახლა მე დაგათვალიერებინებთ ჩემს სახლს. ახლა მივდივართ იმ ადგილას, სადაც ყველაზე ხშირად ვართ ხოლმე ოჯახის წევრები და მათ შორის სტუმრების როცა მოდიან, ჩვენი თავშეყრის ადგილი არის ეს, ჩვენი სამზარეულო. ის მახარებს, რომ ეს სახლი მთლიანად და განსაკუთრებით ეს ადგილი გახდა ის ადგილი, სადაც მეგობრები იკრიბებიან ხოლმე, მთელი ბავშვობა სულ მინდოდა, რომ ისეთი სახლი მქონოდა, სადაც ბევრი ადამიანი მოდის და დედაჩემის მეგობარს ჰქონდა პირველ სართულზე სახლი და მაშინ შუქი არ იყო, არაფერი არ იყო და ამიტომ ის იყო ხოლმე თავშეყრის ადგილი. ჩვენ მე-7 სართულზე ვცხოვრობდით და ეს არ ხდებოდა ჩემთან და სულ ოცნებობდი, რომ ოდესმე შემექმნა ისეთი სახლი, სადაც ადამიანები უბრალოდ ესე შევიკრიბებოდით და ეს გახდა ეს სახლი. აი ეს ადგილი არის ჩემი საყვარელი ფარული ადგილი, სადაც არის ძირითადად სასმელები და როდესაც ვიკრიბებით ხოლმე ჩემთვის ამ ოთახის ჩვენება ადამიანებისთვის არის რომ იგრძენი თავის სახლში შეძი და რაც გინდა აიღე. ეხლა წამოდი გაჩვენებ, სად მიყვარს ხოლმე ჯდომა იმისთვის რომ დავისვენო და აი ამ სამზარეულოს ძალიან პატარა აივანი აქვს, მაგრამ ძალიან მზიანი და აი აქ მზივარ ხოლმე და ვცდილობ მივიღო მზის სხივები, რაც ნერვული სისტემისთვის დოპამინის და სეროტონინის აწევისთვის ძალიან კარგია. მაგრამ აქ დილაობით მზე არ არის. აი სად არის მზე? ეხლა წამოდი იმას გაჩვენებ. აი ეს არის ის ადგილი. აი ჩემი ფისოც. ბლანიკი და ამას ყავს და რომელიც იმედია მალე გამოვა, სოვინიონი. ჩვენი საყვარელი ღვინის სახეობის სახელია სოვინიონ ბლანი და ერთ სოვინიონი ქვია და მეორეს ბლანი. მომეფერეო ახლა ამას ითხოვს. ბლანიკები. ეს არის იქ, სადაც ვიღვიძებ ხოლმე, ჩემს პარტნიორთან ერთად, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში ვარ, მაგრამ ჩემი აზრით უფრო კარგად გამოხატავს სიტყვა პარტნიორი იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს და ამიტომ ქმარს არ ვეძახი ხოლმე. აქეთ არის გარდერობი, აბაზანის გავლით. და როგორია ჩემი დილა? დილა იწყება იმით, რა თქმა უნდა, დილის რიტუალები, შემდეგ მედიტაცია, იოგა, ძალიან კარგი ინსტრუქტორი დადის, შემდეგ საუზმე და ძალიან ხშირად ეს საუზმე არის ხოლმე ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც ცხოვრობს მე-6 სართულზე, ჩვენ ახლა მე-9 სართულზე ვართ და იქაურობასაც განახებთ. და ის შემდეგ უკვე იწყება მთლიანად მუშაობა პროექტებზე და შაბათ-კვირა კიდევ არის გაცილებით მეგობრებთან რას ბოძიალობ ახლა? ვერ მოვყევი რომ რას ვაკეთებ, ანუ ყოველ სამუშაოს დღეები სულ სხვა ცხოვრება მაქვს და შაბათ-კვირა აბსოლუტურად სხვა. ამიტომ სამუშაო დღეებში არის იოგა, მედიტაცია, სიმშვიდე, სულ მუშაობა და შაბათ-კვირას განტვირთვა აუცილებლად თუ რაღაცა პერიოდი არ არის ესეთი რომ ვერაფერს ვერ ვასწრებ, ყოველთვის ვცდილობ რომ შაბათ-კვირა იყოს განტვირთვის. ხშირად აქ სტუმრიანობა, ხშირად გარეთ გასვლა, ქალაქგარეთ და ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ძალიან დიდხანს ეს საძინებელი იყო ასევე ჩემი სამუშაო ადგილიც. აი აქ მუშაობდი და უამრავი პროექტი სწორედ აი აქ მუშაობისას გაკეთებული, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ თუ ერთი და იგივეა ის ადგილი, სადაც მუშაობ და სადაც გძინავს, არ არის ნერვული სისტემისთვის კარგი და განსაკუთრებით ხელს უშლის ხარისხიან ძილს. ამიტომ ოთახები, რომლებიც ადრე ჩემს შვილებს ეკუთვნოდათ, ერთ-ერთი გადავაკეთე ჩემს სამუშაო კაბინეტად. ჩემი შვილები აქ აღარ ცხოვრობენ, ერთი ცალკე ცხოვრობს, ერთი ბუდაპეშტში სწავლობს, მაგრამ სანამ იმას განახებს, სად მუშაობ ახლა. მანამდე მინდა გაჩვენო, სად მიყვარს ხოლმე სპინის ვიდეოებისთვის სცენარის წერა და აი აქ ხდება ხოლმე ეს. აქ გამომაქვს ხოლმე ლეპტოპი, აქ ვჭდები ხოლმე და კარგი საინსპირაციო ადგილია, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი მშენებლობები არის გარშემო და ხმაურია. ამიტომ იშვიათად გამომდის აქ ყოფნა. ეხლა წამოდი გაჩვენებ იმ ოთახს, სადაც მუშაობ.
ის ოთახი, რომელიც ადრე ჩემი შვილის ოთახი იყო. აი აქ არის სადაც ვატარებ ნეიროკოუჩინგის სესიებს, ამაზე მოგიყვები ცოტა ხანში და აი აქ ეს არის ჩემი ესე ვთქვათ სამონტაჟო სამუშაო, აქ იქნება YouTube ვიდეოები და აქ რომ მოვდივარ ხოლმე, ესე ვამბობ რომ წავედი სამსახურში. ეხლა გაჩვენებთ სად ვიღებ სპინის ვიდეოებს, იმიტომ რომ მანამდე აქ ვიღებდი, როცა iPhone-ით ვიღებდი, მაგრამ მე არასწორად ვიყიდე ლინზა და პატარა სივრცეში ვეღარ იღებს და ამიტომ მომიწია სტუდიის მოწყობა დიდ სივრცეში. ის რაც იყო ჩვენი მისაღები ოთახი, ეხლა გადაკეთებული არის სტუდიად. და გულწრფელად რომ გითხრათ, საკმაოდ წვალების პროცესი იყო ჩემთვის ჩაწერა, იმიტომ რომ ვერ მართავდი შორიდან კამერას, მარტო ვიღებ ხოლმე, ავდგებოდი, ჩავრთავდი. ეხლა როდესაც Sony-s აპარატით ვიღებ, უფრო გაადულდა, მაგრამ არასწორი აპარატი ვიყიდე და ხურდება და მაინც მოკლედ წვალება არის. მოკლედ, ვინ ვარ და რატომ გადავწყვიტე სპინის გაკეთება? ხო, ნუცა ვარ კოღუაშვილი, სპინის ავტორი და კარგი იქნება აივანზე გავიდეთ, ცოტა ჰაერიც ვქონდეს. როგორ მოვედი აქამდე? ძალიან ბევრი წელი მოკლედ მუშაობდი ბიზნესში. ჩემი მესამე სამსახური იყო, ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავიწყე სადაზღვევო კომპანიაში მუშაობა, სადაც მარტო 44 კაცი მუშაობდა, როცა მივედი. როცა წამოვედი ამ სადაზღვევოდან, უკვე იყო უშველებელი ჯანდაცვის ჯგუფი და 10,000 ადამიანი მუშაობდა დაახლოებით. ამ ჯგუფთან ძალიან ბევრი რამე მომცა, უნარები განმივითარა, საოცრად, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან პროგრესული ჯგუფი, მუდმივად ინოვაციას ნერგავდა, სულ პროგრესის სწრაფი ტემპი და გამიღვივა ეს მუდმივი სწრაფვა სიახლისაკენ, მაგრამ თავარი რაც მომცა ამ ჯგუფმა არის ადამიანები. 95% იმ ხალხის ვისთანაც დღეს ყოველდღიურად ვკონტაქტობ, სწორედ ამ სამსახურში გავიცანი და ძალიან მადლობელი ვარ ამ ჯგუფის. როდესაც დავიწყე ვიყავი მარკეტინგის ოფიცერი, როდესაც წამოვედი ვიყავი ერთ-ერთი შვილობილის გენერალური დირექტორი, შემდეგ ვცადე ჩემი ბიზნესის გაკეთება, შემდეგ ვიყავი სხვა ძალიან დიდი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ნელ-ნელა გრძნობდი, რომ ბიზნესი და ეს კორპორატიული ცხოვრება ვეღარ იწვევდა ჩემში დიდ ანთებას და ენთუზიაზმს. ერთი ის, რომ როდესაც იმ დიდ ჯგუფში მუშაობდი, პატარაც ვიყავი, მეორე ის, რომ მართლა ბრწყინვალე გონების ადამიანები მუშაობდნენ და მაშინ გავაცნობიერე, რომ ბიზნესის კეთება კი არ მყარებია, მე მიყვარს კარგ ადამიანებთან ერთად ნებისმიერი საქმის კეთება. და იმ პერიოდში, როცა მივხვდი, რომ ბიზნესი აღარ მანიჭებდა სიამოვნებას, მე ვიტყოდი, რომ რაღაცა ფორმით კრიზისით დამიდგა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. ერთ დღეს ძალიან წარმატებული ფინანსურად დამოუკიდებელი ძლიერი ქალიდან გადავიკეცი არავინად. მახსოვს ესეთი მომენტი, რომ აღწერაზე თუ რაღაც ესეცო მოვიდნენ სახლში და როცა გეკითხებიან სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სამუშაო ადგილი და უცებ უნდა უთხრა, რომ უმუშევარი. და იმდენად 18 წლიდან მუშაობდი და ჩემი იდენტობა რაღაცა ფორმით გადიოდა იმაზე, რომ რაღაც წარმატებული ადამიანები ვიყავი, მახსოვს როგორი ძლიერი ნეგატიური ემოცია ვიგრძენი შინაგანად. დავიწყე ფიქრი, ჯერჯერობით მანდ გავაცნობიერე, რომ რამდენად გადაჯაჭვული იყო ჩემი იდენტობა წარმატებასთან, მაგრამ საბედნიეროდ მალე მივხვდი, რომ ამის გამო, რომ რაღაცა იდენტობა გქონდეს და ჩაწერო კარგი სამუშაო ადგილი, არ უნდა ეძებო ახალი ისევ ბიზნესში სამსახური და მაშინ მართლა სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, რა მესიამოვნებოდა. და მოდით ახლა შევიდეთ, იმიტომ რომ მე მგონი ხმაურია და იქ გავაგრძელოთ, ხო? და მე დავიწყე ფიქრი არა იმაზე, რისი მიღწევა მინდა ცხოვრებაში, არამედ იმაზე, ყოველდღიურობაში რა მსიამოვნებს და საერთოდ ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს იმას, რომ როდესაც ადამიანი ცდილობს მიაღწიოს მიზანს და წარმოდგენა აქვს, რომ აი ამ მიზნის მიღწევის შემდეგ იქნება ბედნიერი და ამ დროს ყოველდღიურობა ამ მიზნის გზაზე არის ისეთი, რომელიც არ სიამოვნებს, ერთი რომ ამ მიზანსაც ნაკლები ალბათობით მიაღწევს და მეორე და მთავარი, როცა მიაღწევ ამ მიზანს, მიზნის მიღწევით მოსული ბედნიერება ძალიან მალე გადის. ჩემმა მაყურებლებმა იცით, როგორ მუშაობს დოპამინის სისტემა, როგორც კი ნაცნობი ხდება ტვინისთვის მიღწეული, მაგაზე აღარ რეაგირებს. კარგი იყო, რომ მაშინვე გავაცნობიერე, რომ არ მეძებნა რაღაც ახალი მიზანი და მეძებნა ის, რაც ყოველდღიურობაში მესიამოვნებოდა და
მაშინ გადავხედე ჩემს მენეჯერულ კარიერას, რომ აღმომეჩინა რა არის ის, რაც ყველაზე სასიამოვნო იყო ამ ჩემი კარიერის მანძილზე და აღმოვაჩინე ორი რამე. ერთი, როდესაც ჩემს თანამშრომლებთან, ან კოლეგებთან გამომივიდოდა ისეთი საუბარი, რომ მათი თვითშეფასება აიწეოდა, მათ უფრო მეტი საკუთარი თავის რწმენა მოუვიდოდათ, რაც აუცილებლად შემდეგ ითარგმნებოდა უკეთეს შედეგებში, ანუ ბიზნეს შედეგებში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მაინსპირებელი და ყველაზე სასიამოვნო მომენტი. და მეორე, ძალიან მიყვარდა ინფორმაციასთან მუშაობა. ანუ შემეძლო დღეები Excel-თან მჯდარიყავი და ციფრებისთვის მეყურებინა იმისთვის, რომ მიმეგნო რაღაცა ტენდენციებისთვის, რომ მე კარგად გამიაზრებინა რა შეიძლება მომავალში მოხდეს. ანუ პროგნოზირება ანალიტიკაზე დაყრდნობით. მაგრამ აი ეს ორი რამე, ადამიანები და ანალიტიკა, როგორ შეიძლებოდა გამეერთიანებინა. აი ამ საკუთარი ახალი საქმიანობის აღმოჩენის პროცესში ისიც მიშლიდა ხელს, რომ მე ძალიან მიყვარს სიახლე. ამიტომაც მაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა ჰობი. მაგალითად, ერთ დღეს გადავწყვიტე რომ უნდა ვისწავლო ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა და ეს სახლი რაც დაათვალიერეთ, ჩემი დაპროექტებულია და დიზაინიც ჩემია. ხანდახან ვეხმარები ხოლმე ჩემს მეგობრებსაც, როცა დრო მაქვს და ეხლა მაქვს გასაკეთებელი ერთი მეგობრისთვის სამზარეულო როგორმე უნდა მოვასწრო. ასევე ძალიან მიყვარს მუსიკა. ბავშვობაში მიყვარდა, არ ვიცი, ჯექსონი, მაგრამ მე თინეიჯერობაში როცა პირველად მოვისმინე ჯაზი, სპეციფიური პეტ მეთენი, კეით ჯარეტი, მაილს დევისი მახსოვს რომ აი აღვთოვანდი და აი ეს წლები სულ ჯაზს უსმენდი. უკვე დიდობაში როცა ელექტრონული მუსიკა გავიგე, მახსოვს რომ გადავირიე. ისე მომეწონა და ვეცადე რომ რაღაცა ფორმით მესწავლა და ხანდახან რაღაც ტრეკებს ვაკეთებ ხოლმე, ნუ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. რამდენიმე არის უბრალოდ ჩემით დაწერილი, უფრო ხშირად ვაკეთებ რას, რომ სხვა არტისტის მუსიკა როცა მომეწონება, მიყვარს ხოლმე, როცა ქართულ ძალიან კარგ სიმღერასთან ან ლექსთან მიქსავ ხოლმე და ძალიან ვიწრო წრეში ვუკრავთ ხოლმე და ეს არის ხოლმე ის ადგილი, სადაც გვაქვს ხოლმე შეკრებები და დიჯეობ, ხო, როგორც არის. ძალიან მიყვარს ცურვა, თხილამურზე სრიალი, პინგ-პონგის თამაში, ნუ წიგნის კითხვა, განსაკუთრებით, მოკლედ ძალიან ბევრი ჰობი მაქვს, მაგრამ არაფერი ისე არ მიყვარს, როგორც ახალი ადამიანების გაცნობა. გაცნობა, არა ისე, რომ გაცნობა არა როგორც რომ გამარჯობა მე ნუცა ვარ და შენ ვინ ხარ, არამედ შიგნიდან გაცნობა. და მაშინ მივხვდი რომ მე უნდა მემუშავა ადამიანებთან და სუსტად აი ამ პერიოდში როცა გამორკვევაში ვარ რისიკეთება გამეხარდებოდა. ამ დროს ჩემმა შვილობილმა, ჩემი პარტნიორის შვილმა, რომელიც არის აი დაუჯერებელი ინტელექტის და ცოდნის მქონე გოგო, საოცარი ადამიანი, რატომღაც არ ვიცი რატომ, მაშინ ლონდონში ცხოვრობდა და ჩამომიტანა წიგნი ნეირომეცნიერებაზე, დევიდ იგლმანის The Brain. და მახსოვს რომ ვკითხულობდი ამ წიგნს, ყველა უჯრედი ჩემი ამბობდა რომ აი ეს არის შენაც გინდა, ესე იყო ძალიან ახალი. თან ნეირომეცნიერების ცოდნა კიდევ უფრო გადვილებდა საკუთარი თავისთვის და სხვა ადამიანებისთვის კარგად ყოფნის წერტილის მიგნებას, გადვილებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მომწონდა ჩემს კარიერაში, ანუ სხვებისთვის შეფასების აწევას. ჭუბობს მომფერება უნდა. და მივხვდი რომ ნეირომეცნიერების შესწავლა მინდოდა ძალიან. მაგრამ როგორ გინდა ისწავლო ნეირომეცნიერება, როდესაც ბაკალავრი გაქვს დიპლომატიის ისტორიაში, მე მასტერი ბიზნესში და დელიქშენი გამოცდილება არის კორპორატიულ სამყაროში. და დავიწყე კოლეჯის დონის ბიოლოგიის, ქიმიის და შემდეგ გენეტიკის და ასეთი კურსების აღება EDX-ზე. მახსოვს ჩემი პარტნიორი ხუმრობდა რომ ერთ დღესაც მოხვალო და მეტყვიო საბავშვო ბაღში მივდივარო. და ისეთი საოცარი გამოცდილება იყო რომ წარმატებულ კარიერაზე უარს ამბობ და ზიხარ და მეცადინეობ ქიმიას. აი კონსპექტები როგორ წერდი ხელით, რატომ? იმიტომ რომ 30-ს გადაცილებული ვიყავი ამ პერიოდში და გაცილებით იზრდება მეხსიერების ეფექტურობა და დამახსოვრების ალბათობა თუ ხელით დაწერ სიტყვას. კომპიუტერში წერა ისე არ ავითარებს ტვინის ნეირონებს, როგორც ხელით დაწერა. და აი ეს ხელით წერდი და ვხატავდი
რომ მესწავლა ადამიანის ტვინი. ამის შემდეგ უკვე ჩავაბარე ჰარვარდის extension სკოლაში, სადაც 3 წელი ვსწავლობდი და ეს პროგრამა ძალიან მისაღები იყო, იმიტომ რომ ნაწილი იყო ონლაინ და ნაწილი იქ ბოსტონში ტარდებოდა და პარალელურად გავხდი სერტიფიცირებული კოუჩი ნეირო ლიდერშიპ ინსტიტუტის, ავსტრალიის ინსტიტუტის და უკვე დავიწყე სესიების ჩატარება ადამიანებთან და მუშაობდი როგორც ბიზნეს საკითხებზე, მაგრამ უფრო ხშირად life coach-ი, როგორც ქვია, ხო, ანუ ცხოვრებისეულ თემებზე. ჰარვარდის გამოცდილებაც რა თქმა უნდა ძალიან ტრანსფორმაციული იყო ჩემთვის, ну საერთოდ წერა არ ვიცოდი ნაშრომის და მომიწია უამრავი ახალი უნარის გამომუშავება და როდესაც ჩამოვედი, აი ახლა წინ ნაწილს კი რა ამ წლის იყო, ხო? მეცედა ამ წლის იყო და წინა წლის. ერთი წამი ჰარვარდის graduation-ი რომ წელს ვქონდა. საფხულში თუ მქონდა, ამ წლის საფხულში არა, graduation-იც რა არის. აი graduation როგორ არის? სერიოზული პრობლემა მაქვს მეხსიერების და განსაკუთრებით ბოლო წლებია, აი იმდენზე რომ შეიძლება ერთი კვირის წინ წიგნი დავამთავრო და დღეს ავტორი ვერ კითხრა. და სადღაც რაღაცა წრეში ამ ავტორზე ამ წიგნზე საუბრობ და მე ასეთი სულელი სახით ვზივარ და სახში მოვალ და ვნახავ რომ გვერდზე მიდევს თავთან ლოგინთან ეს წიგნი რომელიც რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ან სერიალის სეზონს რო ვნახავ ალბათ 3-4 კვირაში რო ვნახო ისე უყურებ როგორც თითქოს არასდროს მინახია. იმდენოზე შემაშინა ამ ამბავმა რომ წავედი ემერაი გადავიღე რამე ხო არ მჭირდა ტვინში და ნუ იქ ექიმებმა მითხრეს რომ წადი ახლა შენ სახშიო, შენ იმას მიხედე, რატო შფოთავ ამ ხსიერებაზეო, აქ ტვინში არაფერი არ გჭირსო. აი ესე არის, როდესაც სცენარი არ გაქვს დაწერილი და არ იცი რაზე ილაპარაკო. ხო, რას გულისხმობ, რომ როდესაც ჩამოვედი, სულ ფიქრობდი იმაზე, რომ რა საინტერესო ამბები ხდება ნეირომეცნიერებაში, განსაკუთრებით კოგნიტურში და ემოციურში. ამ აღმოჩენებს როცა ვაკეთებდი ადამიანის ტვინზე, ძალიან მიყვარს გაზიარება და საბედნიეროდ მყავს ისეთი წრე ოჯახი, ჩვენი შვილები და მეგობრები, რომელსაც ძალიან უყვართ ასეთ თემებზე საუბარი. ტვინის ვიდეოებში რასაც ხედავთ, ძირითადად ეს არის ხოლმე ჩვენი საუბრის უდიდესი ნაწილი. აი ესეთ თემებზე ვსაუბრობთ სახშიც, შვილებთანაც და მეგობრებშიც, მაგრამ მქონდა სულ განცდა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება უფრო მეტისთვის იყოს საინტერესო და მოდი ხო დავჭდეთ ნიკოლოზი არის ვინც კამერის უკან არის და მე გავაგრძელებ როგორ შეიქმნა სპინი შემთხვევით. იქნებ უფრო მეტ ადამიანს გაუზიარო ეს საოცარი აღმოჩენები, რომლებსაც ასე ჩემთვის ვაკეთებდი. მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ამას ახდა სერიოზული შიში. რასაც ქვია, ეს ფართო საზოგადოებაში გამოჩენის. მე მქონდა ეს ჩემი შექმნილი ცხოვრება ძალიან დაცული სოციუმი და ბევრი ვიშრომეთ ჩვენმა ოჯახმა და მეგობრებმა იმისთვის, რომ აი ესეთი გარემო შეგვექმნა, სადაც არა კრიტიკის და ერთმანეთის გაკიცხვის, არამედ პირიქით ერთმანეთის მიმღებლობის და გვერდში ყოფნის გარემო შევქმნით და ვარ ამ დაცულ ჩემს საყვარელ ცხოვრებაში და ამ დროს შენ უნდა გახდეს შედარებით საჯარო, რასაც აუცილებლად მოყვება ბევრი ნეგატიური კომენტარი. თან რატომ მოყვება აუცილებლად ბევრი ნეგატიური, იმიტომ რომ ადამიანის ტვინი განსაკუთრებით რეგიონი ამიგდალა, რომელიც არის ჩვენი შიშების რეგიონი, სამჯერ უფრო მეტად დაკონცენტრირებულია ნეგატიურ სიგნალებზე, ვიდრე პოზიტიურზე. და იმის და მიხედვით რა ეტაპზე ადამიანი შეიძლება 10 ჯერ მეტად უფრო ამჩნევდეს ნეგატიურ სიგნალებს. და შენ იცი რომ ადამიანები უფრო ხშირად ნეგატივს დაინახავენ, თან ბევრს არ დააინტერესებს, ხომ არ ჯობია რომ ამ თემებზე საერთოდ არ ვლაპარაკო და გავაგრძელო ჩემთვის ასე ჩუმად ცხოვრება. მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი და რწმენა იმისი, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება ადამიანებს გამოადგეს იმისთვის, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, რომ ჩავწერე პირველი ვიდეო. არაფერი არ ვიცი, არც განათება ვიცი, არც კამერა ვიცი, არც ხო ვიცი კარგად, მაგრამ არც მონტაჟი, საერთოდ არაფერი არ ვიცი და ესე მარტო და ჩავწერე ვიდეო და აი სად გამომადგა ხელოვნური ინტელექტი ძალიან და როცა მონტაჟდამდე მივიდა საქმე, ეს როგორ გავაკეთო, ის როგორ გავაკეთო და მართლა ერთ კვირაში აი ამ ChatGPT-ის დახმარებით ვისწავლე მონტაჟი, ну რადონეზეც ვისწავლე. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ უბედავ რომ ეს დავდო საჯაროდ, ჩემი ახლობლები მეუბნებიან დადები, კარგია, მაგრამ მაინც ძალიან მიშინია.
იმ დონეზე არ ვიცოდი YouTube-ი, რომ ეს ვიდეო ჩემს ძალიან ძველ არხზე, რომელიც მუსიკისთვის მქონდა შექმნილი, ავტვირთე, რომ მე ნახა რანაირად გამოიყურება YouTube-ზე. და იმდენად არ ვიცი YouTube არხი, რომ გონია, რომ თუ ადამიანი არ შემოვა შენს კონკრეტულად შენს არხზე, ისე ვიდეოს ვერ ნახავს და დავაჭირე ამ public-ს, ანუ საჯარო გავხადები და დავიძინა და დილით ვიღვიძებ და ნახვები აქ ამ ვიდეოს. ნუ რაღაც არ მახსოვს 200 თუ 300 და რამდენიმე კომენტარი და ნუ თითქმის ყველა ძალიან პოზიტიური. ესე იგი შემთხვევით გადამელახინა ეს შიში საჯაროობის და ამ კომენტარებმა ძალიან დიდი мотиваცია მომცა და ამიტომ არ ვიცი, აი როგორი გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო გამომწერებო, ნახველებო, ერთი კომენტარის დაწერაც კი გაზიარება, მოწონება ვიდეოსი, რამხელა мотиваციის მომცემია, როდესაც საკმაოდ დიდ შრომას დებ, რომ ის საბოლოო პროდუქტი მიიღო, ახლა მოგიყვები რა პროცესია ეს. მაგრამ აი მართლა დიდი მადლობა და არიან ადამიანები, რომლებიც მართლა პირველი ვიდეოდან მოყვებიან ამ არხს, რუსიკო, დარია, გიორგი, მარიამი, მოკლედ მადლობა ამისთვის და ეს თქვენი მონაწილეობა გახდა საწინდარი იმისი, რომ დღეს უკვე სპინისგან მინდა გაცილებით დიდი რამე გავაკეთო, რასაც ახლა ცოტა ხანში მოგიყვები. არის კი ძალიან შრომატევადი საქმე, იმიტომ რომ პროცესი რომ მოვყვეთ ახალ თემას, როდესაც ვიწყებ, სადღაც დაახლოებით 30-40 სამეცნიერო ნაშრომი მაინც უნდა წაიკითხო ამ თემის გარშემო. მე შემდეგ აუცილებლად ვკითხულობ სამეცნიერო წიგნს, ოღონდ დაწერილს პოპულარულ ენაზე. აი როგორც ის პირველი ჩემი წიგნი იყო. არა მეცნიერულ ენაზე, რადგან მაძლევს ინსპირაციას კარგი მაგალითები მოვიყვანო, უფრო გასაგებ ენაზე როგორ მოვყვე, თქვათ რთული ნეირომეცნიერული კონცეფციები. და შემდეგ ვწერ სცენარს, სადღაც 2-3 დღე მჭირდება ხოლმე. შემდეგ ვიღებ და გადაღების პროცესი კიდევ ცალკე საინტერესო ამბავია, 2 წუთში მოგიყვები. შემდეგ ადრე მარტო მე ვამონტაჟებდი, ეხლა საბედნიეროდ ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა, ჩვენმა მეგობარმა მითხრა, რომ დამეხმარებოდა, მას ოდნავ სხვა მონტაჟი აქვს გამოცდილება, იქ ძალიან დიდი და ძალიან ბევრი წლის, მაგრამ ძალიან სწრაფად აითვისა და ეხლა კიდევ უფრო ხვეწავთ აი ამ ჩვენს თანამშრომლობას. შემდეგ ვიგონებ thumbnails, სათაურს და ეს არის ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს, იმიტომ რომ თუ არ გამოგივიდა კარგი სათაური და thumbnail-ია, აი ის რაც ჩანს. როგორი კარგი ვიდეოც არ უნდა გადაიღო, ნახვები არ ექნება. აი როგორი მზე გამოვიდა. შეძლებთ აკადაღებას? ხო და ამ ვიდეოების კეთების პროცესში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა რაც მაქვს არის რომ მეკონა რომ ქართული ვიცოდი. ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა, პოეტის, ხუთაბერულობას ოჯახში გავიზარდე და ვფიქრობდი რომ ქართული ვიცი, მაგრამ რო გადავიღებ ხოლმე. აი 15-20 წუთიან ვიდეოს რეალურად მასალა მაქვს საათს ნახევარი. ერთმა ადამიანმა დამიწერა რომ რა კარგიაო, ასე როგორ საუბრობო და რომ იცოდეთ, რამდენი წვალების შედეგია ის ვიდეო, რომელსაც ნახულობთ, იმდენ შეცდომას უშ, რას ვსაუბრობ, რა გრამატიკა, რა წინადადებებია, რამდენი ბარბარიზმია, ის ისედაც მიჭირს ინგლისური ტერმინების სწორი შესატყვისების პოვნა, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ. ამიტომ ვიდეოს სანამ დავდებ ხოლმე ჩემ პარტნიორს ვთხოვ რომ გეხოცები გადახედე რამე არ იყოს და მაინც უამრავი რამე არის, ხან პამიდორი, ხან ბუკლალურად, ხან მატორი რომ გაგიფუჭდეს. ეხლა რატო საუბრობ აი ამ ენაზე? იმიტომ რომ გაკეთებ ვიდეოს ძალიან საინტერესო ინფორმაციით და ადამიანი რასაც შეამჩნევს თელ ამ ვიდეოში არის რომ რაღაცა არასწორი გრამატიკული წინადადება თქვი და ამაზე დაგიწერს კომენტარს. მაგრამ რა მოხდა? დაგიწეროს. აი, ყველა ადამიანს გვაქვს ეს ჩვენი მეტრიქსი, ესე ვეძახი ხოლმე, ანუ ხედვა, რითიც ვაფასებთ ადამიანებს. ზოგი აფასებს იმითი, რამდენად გამართულად საუბრობს, ზოგი აფასებს იმითი, რამდენ წარმატებას მიაღწია. მოკლედ რატო გინდა შენ ადამიანმა, რომ ყველასთვის მოსაწონი იყო და ყველაფერი გააკეთო ისე, ეს ხო გამორიცხულია, რომ ეს გამოგივიდეს. ხოთეშორის პატარა რომ ვიყავი, ბავშვობაში ძალიან ყურადღებას ვაქცევდი ადამიანს, როგორ ეჭირა დანა ჩანგალი. და განსაკუთრებით ბიჭების აბსოლუტურ უმრავლესობას არასწორად ეჭირა, რას ნიშნავს, რომ მარჯვენა ხელში ეჭირა ჩანგალი და ანუ დანას არ ხმარობდა და ესე იგი ჩანგლით ჭრიდა და ჩემთვის ეს სიგნალი იყო, რომ ეს არ მომწონს და მე რო გავიზარდე მივხვდი რა მნიშვნელობა აქვს, როგორ უჭირავს დანა ჩანგალი ადამიანს. აი ამ სამყაროში
ამდენი ტკივილებით სავს ეს სამყაროში, თუ ადამიანი კეთილგანწყობილია, დადებითი ენერგია აქვს, კარგად გექცევა, როგორც უნდა ისე ეჭიროს დანაჩანგალი. და ეხლა მე დანაჩანგალზე და სიტყვებზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს ხომ რეალურად ყველაფერს ეხება ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ მუდმივად რაღაცებს ვიგონებთ, რითიც ადამიანებს ვაფასებთ და გვაქვს ეს დისკრედიტაციის რაღაცა სურვილი. მე სიმართლე გითხრა, ძალიან ვცდილობ, რომ აი ესეთი ეტიკეტური რაღაცებისგან გავთავისუფლდე, ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ ყველაფრისგან გავთავისუფლდე, მაგრამ ვცდილობ, რომ ესეთი რაღაცეები შევიმცირო. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ვინც აკრიტიკებს სხვას, ის სუდია არა, უფრო მნიშვნელოვანია ის, მე რატო ვაქცევ ყურადღებას. იყოს შეცდომები, არ იყო იდეალური. ამის სწავლას ვცდილობ და მე მგონია, რომ ამისი გარეშე, ანუ საკუთარი თავის შენივე ნაკლოვანებებით, შენივე სისუსტეებით მიღების გარეშე კარგად ყოფნის შენარჩუნება ფაქტიურად წარმოუდგენელია. და ახლა მივედით აი სწორედ იმ თემამდე, რა იდეას ემსახურება სპინი. მე მაქვს ესეთი განცდა, რომ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ადამიანი წვალობს შიგნიდან. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ამისი არის, რომ იმდენად შეიცვალა გარემო და იმდენად დიდი რაოდენობის ინფორმაციას იღებს დღეში ტვინი, დათვალეს, რომ სადღაც დაახლოებით 80 გიგაბაიტის ინფორმაციას იღებს ტვინი და 6000-დან 10000-მდე ახალ სარეკლამო ინფორმაციას უყურებს თვალი დღეში. და ჩვენი ევოლუციურად ძველი ტვინი ამისთვის მზად არ არის. და ამიტომ აგზავნის სიგნალს ეს მე არ მომწონს ეს ყველაფერი. და ტვინს როგორ შეუძლია სიგნალი გამოგიგზავნოს? აქვს რამდენიმე მეთოდი, რამე აგატკიოს, ხო? მაგალითად თავი, ან ანთება დაიწყოს ორგანიზმში, ან ყველაზე ხშირი და გამოყენებადი ტვინის სიგნალი არის გაგიკეთოს ნეგატიური ემოცია. რომ მიგანიშნოს, რომ რაღაცა აი ამ გადარჩენის გზაზე კარგად არ მიდის, რაღაცა უნდა შეცვალო. აი ამ ნეგატიური ემოციის შედეგიც არის მე ნეგატიური ფიქრებიც, რომლებიც მე ერთმანეთს ავსებენ. და ჩვენ ადამიანები იმის მაგივრად რომ მოусმინოთ ამ ნეგატიურ სიგნალს, პირიქით, რაზეც გვეუბნება ჩვენი ორგანიზმი, რომ ეს არ მომწონსო, კიდევ უფრო მეც ვაკეთებთ იმას. მაგალითად, ამბობს, აღარ მინდა ამდენი ინფორმაცია, ჩვენ უფრო მეტად ვსკროლავთ, რომ ამ ნეგატიურ ემოციას გავექცეთ. არ მინდა ამდენი ზედმეტი კალორია, ჩვენ უფრო მეტად ვიღებთ კალორიებს, რომ ჩავახშოთ ეს სიგნალი. არ მინდა ასეთ უჰაერობაში ყოფნა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქალაქში ვიცხოვროთ. მოკლედ, ასეთ გარემოში, სადაც ჯერ ჩვენი ტვინი ამ ახალ გარემოსთან არ არის ადაპტირებული, ძალიან რთული არის კარგად ყოფნის წერტილის დაჭერა. და ამიტომაც ბევრი ადამიანისთვის ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც ეხმარება საკუთარი თავის ტვინის შემეცნებაში, შეიძლება იყოს ძალიან გამოსადეგი. და მე მგონია, რომ განსაკუთრებით ეს პრობლემა, საკუთარ ემოციებთან გამკლავების პრობლემა ყველას გვიდგას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ეს პრობლემა არის ბიჭებში. იმიტომ რომ ჯერ ერთ-ერთი ბიჭებს საერთოდ არ ვაძლევთ უფლებას იგრძნონ ემოციები, ბავშვობიდან არ იტირო, ეს არ ქნა, ის არ ქნა და თან კულტურა ბიჭებს კიდევ უფრო ნაკლები აქვთ საუბრის ემოციებზე, ხო, ნუ რა თითქოს ემოციები არის ძალიან ცუდი და მათაშორის სპინის არხი რომ დაიწყო 80% მაყურებლების იყვნენ ბიჭები. შემდეგ უკვე გოგოების რიცხვიც გაიზარდა, მაგრამ დღესაც 70%-ზე მეტი სპინის მაყურებელი არის ბიჭი და ძალიან მიხარია. იმიტომ რომ მე თვითონ გავიზარდე ბიჭების გარემოში, ჩემი ძმა ბიჭი იყო და ჩემი არხის მაყურებელმა იცის რომ ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია ჩემი ძმის ისტორია გარდაიცვალა, ვინც არ იცით რომ ის მარტო იყო თავის ემოციებში. მე და ჩემ პარტნიორს ერთად 4 შვილი გვყავს და აქედან 3 ბიჭია. ბიძაშვილები ყველა ბიჭები, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები და რაღაცნაირი განცდა მაქვს რომ ვიცნობ ბიჭებს და ძალიან მარტონი არიან ემოციებში. კი, ძმაკაცობა, გვერდში დგომა აქვთ ნამდვილად, მაგრამ საერთოდ არ აქვთ კულტურა თავიანთ ემოციებზე საუბრის და ალბათ სწორედ აი ესეთი ტიპის კონტენტი, როგორც სპინს აქვს, როდესაც შენ არ გჭირდება არც ფსიქოლოგთან წასვლა, არც კოუჩთან წასვლა, შეიძლება მათთვის ძალიან გამოსადეგი იყოს. და
ეხლა მე ბიჭებზე გავაკეთე აქცენტი, მაგრამ ზუსტად ასეა, ძალიან ბევრ გოგოსაც არ აქვს იმისი თქვათ ჯერ გამბედაობა, რომ თვით შემეცნების გზას დაადგეს, თავის ემოციებზე ისაუბროს და მე მინდა რომ სპინი გახდეს ინსპირატორი იმისთვის, რომ დავიწყოთ პერსონალური განვითარება, სიტყვა არ მიყვარს, აი შინაგანი განვითარებაზე ზრუნვა. Რაღაცა ისეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლო, რომელიც ადამიანს მოანდომებს თავის ემოციებზე, თავის კარგად ყოფნაზე ზრუნვას და გადმოიტანს ყურადღებას გარე სამყაროდან შიგნით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, თუ შიგნიდან შენი ორგანიზმი არ აკეთებს დადებით ემოციებს, თავს სრულფასოვნად ბედნიერად ვერ იგრძნო. ეს არის სპინის იდეა, მაგრამ ეხლა ავდგეთ და სხვა ადგილას გადავინაცვლოთ. მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ იწვევს ხოლმე დიდ შედეგებს ადამიანის ცხოვრებაში. რატომ? ადამიანებს აქვთ ორი ფუნდამენტური, ესე ზოგადად რომ დავყოთ, მოთხოვნილებები, სურვილები. ერთი არის ფუნქციური სურვილები, რაც არის რაღაცა ვისწავლო, რამე ახალი, რაღაც ახალი უნარი გამოვიმუშავო, არ ვიცი, ვიყიდო მანქანა, რომ ადვილად გადავაადგილდე, ხო? აი ფუნქციური სურვილები. და მეორე არის ემოციური მოთხოვნილებები. ჩვენ გვინდა რაღაცეები ვიგრძნოთ და მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, როგორ მუშაობს ტვინი, როგორ მუშაობს რაღაცა ფსიქოლოგიური მოდელები, არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანს შიგნიდან აენთოს რაღაც ახალი, რომ აი მეც შევძლებ, მეც შევცვლი რაღაცა შინაგანად. ამისთვის საჭიროა, რომ ემოციაც მიუტანო ადამიანს და ამიტომ ყველაზე მეტად მიყვარს ჩემ ვიდეოებში ის, რომელიც გავაკეთე დამოკიდებულებაზე და ჩემ ძმაზე, იმიტომ რომ აქ არის ადამიანური ისტორია. და როცა ვფიქრობ, როგორ შეიძლება ეს ნეირომეცნიერება, ფსიქოლოგიის მოდელები მოუყვე უფრო ემოციურად, ჩემი ცხოვრების ისტორიები არ მეყოფა ყველა ვიდეოსთვის და თან არც ასეთი კარგი სცენარისტი ვარ და არც რეჟისორი, რომ ეს ემოცია და ესეთი ძალიან ფაქტობრივი, ფუნქციური ინფორმაცია ერთად გავაზავო ყველა ვიდეოში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავაკეთო სპინის პოდკასტიც, სადაც მოვლენ ადამიანები, უცნობი ადამიანები საოცარი ისტორიით, ნაცნობი და ცნობილი ადამიანები უცნობი ისტორიით და სადაც მინდა შევქმნა ისეთი გარემო, რომელიც სტუმარს აძლევს იმის სურვილს, რომ გახდეს გულწრფელი და ღია. ღიად ისაუბროს თავის ტკივილებზე, თავის სისუსტეებზე. აი მაგალითად მე რამდენს ვსაუბრობ, როგორ ბიოქიმია ახდენს გავლენას ჩვენს ემოციებზე და მე თვითონ ვეწევი აიკოს, მაგალითად. როცა ვფიქრობდი, უნდა გაუზიარო თუ არა შენ ადამიანმა, რომელიც ელაპარაკები ფსიქოლოგიაზე, ნეირომეცნიერებაზე, ადამიანებს შენი სისუსტეები ხომ არ დაიკარგება სარწმუნოობა იმ ინფორმაციის, რასაც აწვდი, ხო, რომ როგორ შენ თვითონ ვერ მოგიულია შენი თავისთვის და მე რა რჩევებს მაძლევ. ასეთი ადამიანების რა თქმა უნდა იარსებებენ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ რა თქმა უნდა, აბა რა უნდა ვქნა. თუ ადამიანობაზე ვსაუბრობთ, საკუთარი თავის მართლა განვითარებაზე ვსაუბრობთ, თავარი მე მიმაჩნია არის, რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ არავინ ვართ იდეალურები. როგორი წარმატებისთვისაც არ უნდა გქონდეს ადამიანს მიღწეული, როგორი ჰარვარდის არ უნდა გქონდეს, თუ იმისი ძალა არ აქვს შინაგანად, რომ აღიაროს თავის სისუსტეები და აჩვენოს, ესე იგი ამ განვითარების გზაზე რაღაცა აკლია. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ვიღაცა სუსტია, ვინც არ საუბრობს ღიად. არა, უბრალოდ ადამიანები ფსიქოლოგიურად გადიან ეტაპებს და მე მინდა რომ ამისი ხელის შემწყობი ვიყო. მე თვითონაც გავაზიარო ისეთი ისტორიები, რომლებიც არ არის ადვილი მოსაყოლი და შევქმნა ისეთი სპინის პოდკასტი, სადაც ადამიანები გაბედავენ და მოყვებიან თავიანთ სისუსტეებზე, ტკივილებზე. ეს ურთულესია. ერთი რომ ჩვენ კამერების წინ კი არა, მეგობრებთან გვიჭირს საუბარი ჩვენ სისუსტეებზე, იმიტომ რომ ის ამბები, რომლებიც გვტკივა, ძალიან ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ რაღაცა მე შემეშალა, რაღაცა არ გავაკეთე, დანაშაული შეგრძნებასთან, სირცხვილთან. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია კამერების წინ. ასევე გარდა იმისა, რომ სხვებისაც გწვენია, შენ თვითონაც არ გინდა შენს ტკივილებზე საუბარი, არ გინდა რომ გახსნა ეს შენი ტრავმები. ამიტომ მე
გონია რომ ძალიან რთული ამოცანა დავისახე, ისეთი სპინის, გულწრფელი სპინის გაკეთება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ვიცნობ, რომლებსაც უკვე აქვთ განვითარების იმ ეტაპისთვის მიღწეული, რომ შეძლებენ მოვლენ და მოყვებიან თავიანთ საოცარ ისტორიას და ესეთ ფორმატს ვფიქრობ, რომ ის სპინის ვიდეოებში, რაც არის კონცეფციები, ნეირომეცნიერული კვლევები, ფსიქოლოგიური მოდელები, მოდი ერთად გავტესტოთ, როგორ მუშაობს ეს ნამდვილ ადამიანებში. ეხლა საშა კაცმანის პოდკასტში ვიყავი რამდენიმე კვირის წინ და ძალიან ბევრი ადამიანი გადმოვიდა ჩემ არხზე, როცა ის პოდკასტი ნახა, საშას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მადლობა თქვენ, ვინც ჩემ არხზე გადმოხვედით და ერთ-ერთმა ამ პოდკასტზე დაწერა ესეთი კომენტარი, რომ გულწრფელ ადამიანზე მომხიბვლელი არაფერი ამ სამყაროშია და ეს კიდევ ერთი დამატებითი ინსპირაცია იყო ჩემთვის, რომ გამეკეთებინა ეს გულწრფელი პოდკასტი. გუშინ ჩავწერე პირველი ეპიზოდი და მგონია, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ ჩემს სტუმარს იყო, არ ვიცი, გამბედაობა ისეთ თემებზე საუბრა, რაზეც ღიად არ საუბრობენ და ნახოთ რა გამოვა ერთად, ჯერ არ ვიცი. მეორე, რისთვისაც ძალიან მინდათ რომ გამოვითავისუფლო, არის რომ კვირაში ერთხელ შესაძლებლობა მქონდეს შევხვდე ჩემს გამომწერებს, ანუ მან შესაძლებლობა მქონდეთ დაჯავშნო ონლაინ კონსულტაცია ჩემთან. დღეს ამის რესურსი ჯერ არ მაქვს, მაგრამ ახლა ვცდილობ დავიმატო გუნდში ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან აი ამ სპინის კეთებაში და ძალიან მალე კვირაში ერთი დღე ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირ ონლაინ დაჯავშნან ჩემთან 1 საათიანი, 30 წუთიანი და 90 წუთიანი გასაუბრება, რომელსაც თვითონ აირჩევს. მაგრამ აი უფრო ის რომ შევაჯამო რა არის სპინის ზოგადად იდეა, არის სწორედ ის რომ ერთი ჩვენი მეგობარი ერთხელ გამოვიდა და ხუმრობს რომ რა არის ალბათობაო რომ ამ სამყაროში მოვლენილიყავიო. ნუ ხო ძალიან დაბალიო. რომ გითხრათ რომ წარმოიდგინოთ რომ სულ 100 მილიარდ ადამიანს უცხოვრია ამ დედამიწაზე, Homo sapiens, მთელი ამ 1000 წლეულების მანძილზე, მაგრამ რამდენ კვერცხუჯრედს და რამდენ სპერმატოზოიდს უარსებია, რომელიც არ განაყოფიერებულა. ესე იგი, რამდენი კომბინაციის ადამიანი შეიძლება დაბადებულიყო და არ დაბადებულა და შენ დაიბადე. ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. ის მეგობარი ხუმრობდა და მე რომ იბადებიო, აი 0.000000001% რო არის ალბათობა, რომ ამ ქვეყანაზე ეს სიცოცხლის ფორმა მიგეღო და მოვლენილიყავი და მე ამბობ რომ მე ჩემი პრინციპებით ვიბადებიო. ეს მისი ცნობილი ხუმრობაა, მაგრამ ხუმრობის გარეშე მართლა ასეთი პატარა იყო ალბათობა, რომ კონკრეტულად შენ, კონკრეტულად ამ გენებით, კონკრეტულად ამ გარემოში დაბადებულიყავი ასე ცოტა ხნით და ამ დროს როგორ ხშირად გვავიწყდება რა ბედნიერებაა რომ ცხოვრობ, რა ბედნიერებაა გათენება და ეს არის სპინის მთავარი იდეა, რომ გაგვახსენოს, რომ შეგვიძლია გაცილებით მეტად გვიყვარდეს ეს ცხოვრება, თუ გაცილებით მეტად მივიღებთ ჩვენ თავებს ისეთებს, როგორიც ვართ. საქართველოში რაც აღდგებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე, ეს წუთით მაინც დაბრუნდებოდა. ჩვენი ბავშვობა და სულავა. ჩვენ ვარსკაცობა ძველთაგან მოხდეს, ყველამ გაიგოს, ყველა მიცოდეს. ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოხვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზე და იმ ბედნიერ დღეს გავმარჯვოთ, როდესაც ვერ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. შემდეგ სპინა.